გამარჯობა ყველას. დღეს მინდა პატარა გაკვეთილი ჩაგიტაროთ გრამატიკის მარტივად. პირველ რიგში ის უნდა ვიცოდეთ, რომ ინგლისურში გვაქვს ორნაირი აწმყო დრო. აწმყო რას ნიშნავს? ანუ ამჟამინდელი, ხო? ეხლანდელი დრო. გვაქვს ორნაირი. ერთი პირველი, რომელიც ყველაზე პირველი ისწავლება, მას ქვია აწმყო მარტივი. Present simple tense. Present simple tense. რა ხდება ახლა აქ? მე რო ზოგადად რაღაცას ვაკეთებ ხოლმე. მაგალითად დავდივარ სკოლაში, ხო? ან დავდივარ სამსახურში. ეს არის ზოგადი, ყოველდღიური, ან რაღაცა დროდადრო ვაკეთებ ამას. დროდადრო ვგსოვ, დროდადრო ვასწავლი, დროდადრო გერთვებით ლაივში და ასე შემდეგ. აი ესეთი ზოგადი დრო არის ეს. და ეხა აქ რა ხდება, მოდით ვნახოთ. ჩვეულებები, აუცილებლად, ჩვეულებები ინგლისურად იქნება habits, ხო? Habits. ზოგადი ჭეშმარიტებების სათქმელად general truths, general truths, ხო? მაგალითად, ყინული დნება მზეზე. ხო, ეს ზოგადი ჭეშმარიტება, ან დედამიწა ბრუნავს, ესეთი ზოგადი ჭეშმარიტებები. ნუ, ჯერჯერობით ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, მაგრამ მაინც ვიცოდეთ მონახაზი ამისი. ასევე გრაფიკების და განრიგების სათქმელად და ფიქსირებული მოვლენების. მაგალითად, გრაფიკი მატარებელი გადის ხოლმე ამა და ამ საათზე, ხო? ან გაკვეთილები იწყება ამა და ამ საათზე, ან ფიქსირებული მოვლენი თბილისობა ტარდება ხოლმე ოქტომბრის ბოლოში თუ თავში. რაღაცა ფიქსირებული მოვლენები, ხო? გრაფიკებს ქვია timetables, განრიგებს კიდე schedules, ამერიკული ინგლისურით schedules, ან კიდე ბრიტანული ინგლისურით schedules, რომელიც გაგიხარდებათ, კიდე თქვით schedules, კიდე თქვით schedules. და ფიქსირებული მოვლენები იქნება fixed events. ფიქსირებული მოვლენები. ძალიან კარგი სიტყვა არის, განსაკუთრებით, როდესაც ჩვეულებებთან გვაქვს საქმე და ზოგადად ვსაუბრობ. ძალიან კარგი სიტყვა არის, აი ქართველისთვის, რომ გაიგოს რაზე არის საუბარი, ხოლმე ტარდება ხოლმე, არის ხოლმე, 12 საათზე არის ხოლმე, პირველ საათზე გადის ხოლმე, ხო? ჩვეულებები კიდე დავდივარ ხოლმე სკოლაში, ან დავდივარ ხოლმე სამსახურში, ან დავდივარ ხოლმე ეკლესიაში შაბათ-კვირაობით. აი ეს ხოლმე დავიმახსოვროთ, ძალიან კარგად აღწერს ამ კონკრეტულ დროს. ეხლა აქ რა ხდება? To work. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ თუს როცა დავინახავთ თავში, ხო? ეს ნიშნავს, რომ ეს არის საწყისი ფორმა. ანუ, ნახეთ, მუშაობა. მე ხო არ ვამბობ, მე მუშაობა, შენ მუშაობა, ის მუშაობა და ასე შემდეგ. ან ხატვა, მე ხატვა, შენ ხატვა ხო არ ვამბობ. ანუ to როცა დავინახავთ თავში, ხო? აი ამ ნაწილაკს to და მერე ზმნა. To paint, to work, to go, to come. და ასე შემდეგ. როცა ამას დავინახავთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ესა გვაქვს საქმე საწყის ფორმასთან, რომელიც არ შეგვიძლია ვთქვა I to work, ხო? You to work. არ შეგვიძლია ესე. ეს არის საწყისი ფორმა, რომელიც შემდგომ წინადადებების აწყობისას გვადგება. მაგრამ აი ამ დაწყებით ეტაპზე ეს თუ უნდა ჩამოვაშორო. უბრალოდ უნდა ვიცოდე, რომ ეს არის საწყისი ფორმა და ამ შემთხვევაში უნდა ესე ჩამოვაშორო ამ იმას იმისათვის, რომ ვაუღო და ნახეთ რა გამომივა აქ. თუ აღარ მექნება აქ, ხო? თუ ჩამოვაშორე, გავაქრე. აქ დავტოვებ, დავაბრუნებ, მაგრამ აი აქ ნახეთ როგორ მექნება ესა. ესე იგი, მე, შენ, ის უნდა ვაუღლოთ, ხო? აი ავიღე ეს ნაწილი, რომელსაც მე ფუძეს ვეძახი ხოლმე. აი ეს ნაწილი ავიღე ზმნის და ნახეთ როგორ გამომდის აქ. I work. მე ვმუშაობ. You work. შენ მუშაობ. მაგრამ აი აქა he, she და itზე ოდნავ იცვლება სიტუაცია, ხო? აქ დაგვემატება s ბოლოში. s. ბაზა დამრჩა, აი ეს ფუძე დამრჩა, work.
work დამრჩა, მაგრამ he, she, it-თან მიემატა s. ის კაცი, ის ქალი და ის ცხოველი უსულოსაგანი და მოვლენაზე დაემატება s. თუმცა არის ასევე სხვა ზმნები, რომლებიც სხვანაირად ბოლოვდებიან, ვიდრე აი ესე ნორმალურად չ, შ და ასე შემდეგ. მაგალითად, breach, ხო? დაარღვიო კანონი. To breach, ხო? აქ დაემატებოდა es და breaches იქნებოდა და არა breaches. იმიტომ რომ ნახეთ რთული სათქმელი არის ეს, რომ წარმოვიდგინო, რომ თქვა breaches, ხო, ცოტა რთული სათქმელი არის და ამიტომ წარმოითქმის როგორც breaches. დაემატა აქ, რომელიც it გამოითქმის ინგლისურად. breaches. ესე იგი დავიმახსოვრეთ. He, she, it. He ნიშნავს, აქ არ მიმიწერია და მივაწერ, კაცი, კაცე. ის, კაცი, ხო? ვიღაცა, კაცი. She ნიშნავს, ქალი, ის. ქართულში არა გვაქვს ეს განსხვავება, ის არის, ხო? და ისე ვარჩევთ. ისე ვხვდებით, კაცზე არის საუბარი თუ ქალზე არის საუბარი, კონტექსტიდან გამომდინარე ვხვდებით და ინგლისურში ვამბობთ უბრალოდ ის, პირდაპირ ვამბობთ უпростоრით ის, ანუ კაცი, როცა ვგულისხმობთ, უნდა ვთქვათ he, როცა ქალს გულისხმობთ, უნდა ვთქვათ she. ესე იგი, he და she-ზე იქნება s ბოლოში. ანუ აი ეს ბაზა დამრჩა, work, ბაზა დამრჩა, მაგრამ s-ც მივამატე აქ. აქ კიდე გვექნება უსულო საგანი, it-ს რაც შეეხება, აი ეს თვითონ it ნიშნავს უსულო საგანი, ცხოველი, მოვლენა, ასევე თოთო ბავშვი. ეხლა აგიხსნით ამებს, ოღონდ ყველგან ერთნაირად არ არის ბრიტანეთში და ამერიკაში ერთნაირად არ არის და ეხლა დავყოფ ამებს. ნახეთ, როდესაც it-ზე არის საუბარი, ყველაფერი რაც უსულო საგანი არის, ეს ყველაფერი იქნება it. ხო, ყველაფერი, ყველანაირი საგანი, ტელეფონი, სალფეთქი, მაგი და ყველაფერი რაც უსულო არის, ბრიტანულ ინგლისურშიც და ამერიკულ ინგლისურშიც იქნება it. რაც შეეხება ცხოველს, ცხოველი ამერიკულ ინგლისურში ასევე it არის, ყველანაირი ცხოველი, გრამატიკის მიხედვით, მაგრამ როდესაც ცხოვრობ ამერიკაში, ამჩნევ, რომ ის შინაური ცხოველები, რომლებიც ძალიან უყვართ, იმათზე არ ამბობენ it. სქესის მიხედვით განარჩევენ. ძაღლი და კატის გარდა. შეიძლება სხვა ცხოველის ყავდეს სახლში, ხო? ძაღლი და კატის გარდა შეიძლება სხვა შინაური ცხოველიც ყავდეს და ყოველთვის განარჩევს ის ამერიკელი he და she, თუ დედრობითი არის თუ მამრობითი, დედალი თუ მამალი არის, ხო? ძაღლი და კატა, ანუ არ უყვარს გაუსულოება, ასე ვთქვათ, თავისი შინაური ცხოველის, იმიტომ რომ პატივსცემს, იმიტომ რომ უყვარს. ანუ ძაღლი და კატის გარდა, ყველა ცხოველზე შინაურების გარდა, შინაური ცხოველების გარდა შეგვიძლია ვთქვათ it. და თუ შეხვდით, ერთი პატარა რაღაცა მინდა კიდევ გითხრათ, თუ შეხვდით ვთქვათ ვიღაცას ქუჩაში, ხო? და არიცით ნაცნობს, არიცით ძაღლი გოგო არის თუ ბიჭი არის, ხო? ასე მარტივად რო ვთქვათ. ყოველთვის გამოიყენეთ he. ხო? ანუ როგორც ბიჭი, ისე მოიხსენიეთ, როგორც კაცი, ისე მოიხსენიეთ, ასე ვთქვათ. და თუ გოგო არის, თვითონვე შეგისწორებს და გეტყვის she, მაგრამ არ ეწყინება და თუ ეტყვი it, ან თუ ეტყვი she, შეიძლება ცოტა ეწყინოს. ანუ ყველაზე ისეთი, როცა არიცი, ძაღლი თუ კატა, ბიჭია თუ გოგო არის, ასე ვთქვათ, ეტყვი უბრალოდ he. და როცა იცი, ის ძაღლი თუ კატა, ხო, და ელაპარაკები ამერიკელს, he და she-ს გამოიყენებ, როცა ზუსტად იცი ბიჭია თუ გოგოა ის ძაღლი, მისი შინაური კონკრეტული ცხოველი და დანარჩენ ცხოველებზე ვიტყვით it. ყოველ შემთხვევაში გრამატიკული წესის მიხედვით, მე ეხა ვინ როგორ გააკეთებს ამერიკელი, ის კიდე სხვა საკითხი არის. ხო, თოთა ბავშვს აქედან ამოვშლი და მოვლენა, ნახეთ, რა ეს
არის გრანდიოზული, ხო? რა? მაგალითად რაღაცა სპექტაკლი, რაღაცა გინდათ წვიმა, ძალიან თქეშია ვთქვათ, ხო? თოვლი და ასე შემდეგ. ყველაფერი რაც მოვლენა არის, გინდა იყოს ეს ბუნებრივი, გინდა იყოს ეს ხელოვნური, ამაზეც ყველაფერზე როდესაც მივუთითებთ, ვამბობთ ეს არის ეს რაღაცა. ანუ ის და ეს აი აკეთებს ამის ფუნქციას, აქ მივაწერ ის ეს. ეს რაც შეეხება ამერიკას. ეხლა რაც შეეხება ბრიტანეთს. ბრიტანეთში ჩვეულებრივ როგორც გითხარით, აი ეს უსულო საგნები, ხო? ყველანაირი უსულო საგანი ჩვეულებრივ გამოიყენება it. ეხლა უბრალოდ ნაცვალსახელებზე გესაუბრებთ. ცხოველით, ძაღლის და კატაც გამოიყენება it. შინაური ცხოველი იქნება თუ რა იქნება, ზოგადად მაინც გამოიყენება it. ეხლა ვიღაცამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თქვას hhe-ში, ძაღლზე და კატაზე, მაგრამ ზოგადად მაინც გამოიყენება it. მოვლენაზე ზუსტად იგივე არის. ანუ მოვლენა ნებისმიერი გინდა წვიმა იყოს, გინდა სპექტაკლი იყოს, რაღაცა ბუნებრივი თუ ხელოვნური, ყველაფერი იქნება მაინც it. როცა ამაზე ვსაუბრობ. ანუ ის და ეს, ხო? ისიც არის და ესეც არის, აი ეს it. თვითონ სიტყვა ძალიან კარგი სიტყვა არის, იმიტომ რომ უამრავ წინადადებაში გამოიყენება ეს რაღაცა. ეს სიტყვა, ეს ნაცვალსახელი. და ასევე გაგიკვირდებათ თოთო ბავშვზე და დაუბადებელ ბავშვზე, ანუ როდესაც ქალი ფეხმძიმედ არის და ელოდება შვილს, იმ ბავშვზე არ მინდა სიტყვა ნაყოფის თქვა, იმიტომ რომ არ მიყვარს ეს სიტყვა ნაყოფად ვერ აღვიქვამ ბავშვს, რომელიც მუცელში არის, ჩემთვის ის ბავშვია, უბრალოდ დაუბადებელი, ხო? ის ბავშვი, რომელიც მუცელში ყავს ქალს, მასაც იხსენიებენ ბრიტანეთში, ამერიკაში არა. ბრიტანეთში იხსენიებენ it. ხო, აი ესეთი უცნაური და თოთო ბავშვებზე, სანამ ცოტა არ წამოიზრდება, გამოიყენება it. თუმცა ისევ შეიძლება შეგხვდეს ზოგჯერ, რომ შეიძლება თქვენ he-ში, თუ იციან უკვე ბავშვის სქესი, როცა მუცელში არის და როცა დაიბადა, ასევე შეიძლება გამოიყენონ he-ში. მაგრამ ზოგადად ხო? თოთო ბავშვი და დაუბადებელი მუცელში მყოფი ბავშვი იქნება it დიდ ბრიტანეთში. Okay? ეხა აქ. We work. ეს არის ჩვენ. ჩვენ მუშაობთ. ჩვენ. You work. თქვენ მუშაობთ. ხო, ერთი რაღაცა მინდოდა კიდე ამეხსნა თქვენთვის. საქმე ისაა, რომ ინგლისურში არა გვაქვს განსხვავება შენ და თქვენ შორის, ხო? You work. შენ მუშაობ და you work. თქვენ მუშაობთ არის აბსოლუტურად იდენტური. You work. აბსოლუტურად იდენტური არის. ანუ ინგლისურში განსხვავება არა გვაქვს შენ და თქვენ შორის. ერთადერთი სიტყვა, რომელშიც გვაქვს გვხვდება განსხვავება, ეს არის yourself და yourselves. შენით და თქვენით. ეხლა მოდით კიდევ ერთხელ შევხედოთ ამას. ესე იგი, მე მაქვს აქ. ესენი მინდა ჩამოვაშორო ერთი წამი და დაგანახოთ, რამდენად მარტივი არის ესენი. ესე იგი, ავიღე მე ბაზა, ანუ to work, to go to რაღაცა, ხო? ის თუ ჩამოვაშორე და დავტოვე ბაზა. და მექნება აქ work, მესამე პირში, ანუ he, she, it-თან, ანუ is, მივამატე ss, ხო? და მექნება works. აქაც თუ ჩამოვაშორებ ამას, უბრალოდ მინდა რომ დაგანახოთ რამდენად მარტივი არის, ანუ ზმნა ავიღე და ის ზმნა ფაქტიურად არ იცვლება ერთი ადგილის გარდა. ეს არის მესამე პირი, სადაც უბრალოდ s უნდა დაიმახსოვროთ, რომ მიამატოთ. s, work, ხო ვიცი, work, ბაზა ვიცი ამისი, ერთი s-ც მიამატეთ და ეგ იქნება. works. ნაცვალსახელები იცვლება უბრალოდ მე, შენ, I, you, we, you, they, ხო? და ის, ასე ვთქვათ, ზმნა არ იცვლება არსად გარდა აი ამ სამისა. ეს სამი, he, she, it, ხო? აწმყო დროში ყოველთვის ერთნაირია.
წარსულში უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ წარსულში ერთი და იგივე ფორმა არის ზმნის, ანუ მაგალითად ეს რო იყოს წარსულში, ესე იქნება ყველგან. Worked, worked, I worked, you worked, he worked, she worked, it worked, we worked, you worked, they worked. ხო, ყველგან ერთნაირი იქნება. მაგრამ აწყოში არის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა დაიმახსოვროთ, რომ სულ უნდა მიეუმატოთ იმ ბაზას, რომელიც აქედან აიღეთ. ეხლა ვნახოთ, როგორ იქნება მე ზოგადად არ ვმუშაობ. ინგლისურში არსებობს ორნაირი ფორმა უარყოფითის. ერთი არის გრძელი, გაშლილი, ასე ვთქვათ, ხო? და მეორე არის შემოკლებული. გრძელი და გაშლილი გამოიყენება წერაში, ოფიციალურ წერაში, აკადემიურ წერაში, გარეთ რასაც ნახავთ წარწერებს, ოფიციალურ წარწერებზე არის საუბარი, იქაც გამოიყენება ესეთი გაშლილი ფორმები და მეორე აი ეს, რომელიც ახლა უნდა გასწავლოთ, ეს არის უფრო სასაუბრო ფორმა. თუმცა ეს პირველი, რომელიც გაშლილი და გრძელი არის, ასევე გამოიყენება საუბარში, მაგრამ უფრო ხშირად გამოიყენება ან კატეგორიულად, როდესაც პასუხობ ვინმეს, რომ მე ამას არ ვაკეთებ, ხო? არ გავაკეთებ ან რაღაცა ამდაგვარი, აი კატეგორიული ხაზგასმის დროს გამოვიყენებთ ამას და მეორე კიდე, როდესაც გამოიყენება, ეს არის, როცა გაბრაზებული ხარ და ვიღაცას ეჩხუბები და აი კონკრეტულად არ ვმუშაობ, ხო? აი ესე ძალიან ესე კონკრეტულად, როცა ემაშები და ისე ყოველდღიურობაში გამოვიყენებთ უფრო აი ამას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ვიცოდეთ ჩვენ არა მარტო ენა, როდესაც ვსწავლობთ ენას, ხშირად ეს რჩება ხოლმე პრაქტიკის გარეშე და პრაქტიკული რჩევების გარეშე. ენა არ არის უბრალოდ წიგნიდან აღებული, ენა არის ცოცხალი რამე და ენა იგრძნობა. ანუ უნდა გვესმოდეს, რომ ამას რო ვიტყვი ესე, ხო? შეიძლება უხეშად ჟღერდეს. იმას რო ვიტყვი, შეიძლება უფრო შევარბილო, ერთი და იგივე წინადადება შეიძლება შევარბილო ან კატეგორიულად ჟღერდეს, იმიტომ რომ მე მასწავლეს ესე როგორც გრამატიკული არის, მაგრამ მარტო გრამატიკა არ არის. უნდა ვიცოდეთ ასევე მენტალიტეტი, ჩვეულებები იმ ქვეყნის, რომელშიც გვინდა გამოვიყენოთ ეს ენა, ეს ენა იქნება თუ სხვა ენა. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის გათვალისწინებას და ეს ცოტა გრჩება ხოლმე თვალსაწიერის იქით. მოკლედ, რისი თქვა მინდა, რომ ეხლა გრძელ ფორმას არ გასწავლით, იმიტომ რომ არ ვთვლი, რომ ეს გჭირდებათ სასაუბროში და ყოველდღიურობაში. თუ მოინდომებთ გასწავლით, ასევე თუ კატეგორიულად გინდათ ეჩხუბოთ ვინმეს, ან კატეგორიულად გასცეთ პასუხი, მაგრამ ზოგადად უფრო რბილი ფორმა არის, თუმცა ამითაც შეიძლება ცოტა წაეჩხუბო ადამიანს და უფრო ხმამაღლა უთხრა ამ მოკლე ფორმას გასწავლით, რომელიც უკვე გამზადებული არის. აქ ეხა ეს ძალიან ხშირი შემთხვევა არის ხოლმე, რომ ეს ერევათ ჩემ მოსწავლეებსაც, როცა ვაწყებინებ ხოლმე, რაღაცა გაუგონია, რაღაცა ისე და არეული აქვთ ხოლმე, დომხალი აქვთ ხოლმე თავში. რო ვიცოდეთ, don't, ხო? ეს არის ყველაზე გარდა he-she it-ზე. he-she it-ი ყოველთვის აწმყო დროში. აწმყო მარტივ დროში განსხვავდება ყველასაგან. ხო? he-she it-ი ყოველთვის სხვანაირი იქნება. დანარჩენი მე, შენ, ჩვენ, თქვენ, ისინი იქნება don't. არ ნიშნავს არ. ხოლო თუ მინდა ვთქვა he-she it-თან, მექნება doesn't. ხო, ესეც ნიშნავს არ და ეხლა გაჩვენებთ როგორ არის ეს. აქ ინგლისურათაც უფრო სწორი ტრანსკრიფციითაც მივაწერე, იმიტომ რომ იქნებ ვინმე არის და სურს ინგლისური არა მარტო ისეთ დონეზე შეისწავლოს სასაუბროზე, არამედ უფრო მაღალ დონეზე. ამიტომ იცოდეთ, რომ ინგლისურში არსებობს ტრანსკრიფცია და ამაზე ცოტათი მაინც უნდა მოუყვე 2 წამი. რატო გაჩნდა ტრანსკრიფცია? იმიტომ რომ ძალიან განსხვავდება დამწერლობა და კითხვა ერთმანეთისგან აი დისონანსშია. რა თქმა უნდა, კითხვის წესები არსებობს და ზოგადი რაღაცა შეიძლება ჩაეჭიდო ამას ზოგადად, მაგრამ რაც არ უნდა სიტყვა შეგხვდეთ, ყველა სიტყვა უნდა გადაამოწმოთ თუ როგორ იკითხება. და სპეციალურად იმის გამო, რომ სირთულე ქონდათ ამისი, რომ წერდნენ ერთნაირად და გამოთქვამდნენ სულ სხვანაირად, ხო? აი ზუსტად ამის გამო, ნახეთ, აი მაგალითად აქ არის don't, ხო? აქ საიდან გაჩნდა u? საიდან უნდა გაჩნდეს აქ u? მე ხო არ ვიცი ამას ვკითხულობ, როგორც don't. მე თუ ქართველი ვარ, ხო? ამასაც ვკითხულობ do esnt.
ხო? საიდან გაჩნდა აქ ა? ვერ მივხვდები. და რადგანაც თვითონაც აირივნენ თავის დროს და შექმნეს შემდგომ ტრანსკრიფცია. მე ამას გიწერთ ხოლმე ქართულად ჩემ პატარა ვიდეო გაკვეთილებში, იმიტომ რომ როგორც თარჯიმანი და ენის სპეციალისტი ვთვლი, რომ უნდა თუ ვასწავლი ადამიანს, რომელსაც სწავლა უნდა, არ უნდა გავურთულო ცხოვრება, არამედ უნდა გავუადვილო და ამიტომ ვწერ ხოლმე ქართულად, მაგრამ არსებობს მისი ნამდვილი, ასე ვთქვათ, დამწერლობის საშუალება, ანუ ტრანსკრიფცია რას ნიშნავს? ეს ხო არის სიტყვა, ხო? მაგრამ ესე რო არ იკითხება, ამას შევხედავ და აქედან ამოვიკითხავ, რომ აი თურმე როგორ იკითხება. მოკლედ ამას ტრანსკრიფცია ქვია და ამასაც ტრანსკრიფცია ქვია გამარტივებული ქართველი მაყურებლისთვის. ეხლა მოდით აქა. როცა მე მინდა ვთქვა, წეგან ხო ვამბობდი, მე ვმუშაობ ზოგადად, შენ მუშაობ ზოგადად და მე მინდა ვთქვა, რომ არ ვმუშაობ ზოგადად. ნახეთ, პირველ რიგში ეს ხო იყო იქა, I work, მე ვმუშაობ. და ეხლა აქ მე ჩავსვამ არ. ხო უნდა ჩავსვა, ნახეთ ქართულადაც. მე არ ვმუშაობ. აი ინგლისურადაც ეგრე არის. ჯერ არის მე, მერე არის არ და მერე არის მუშაობა. ან რაიმე სხვა ზმნა. ამ შემთხვევაში მუშაობა, ხო? I don't work. I don't work. მე არ ვმუშაობ. ხო, ზოგადად. მე არ ვმუშაობ ზოგადად. ანუ ნახეთ I ჯერ მე, მერე don't არა, ხო? არ ქართულად იქნება და მერე იქნება work. ხო, მერე იქნება იზმნა, რომელიც მინდა აქ ჩავსვა. შეიძლება იყოს go, შეიძლება იყოს come, შეიძლება იყოს drink, შეიძლება იყოს dress, რაც გინდათ. რა ზმნაც მჭირდება, იმას ჩავსვამ აქ. To be-ს გარდა. To be არ გამოიყენოთ, ხო? To be არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ to be არის ყველაზე ქურდი ზმნა, ასე ვთქვათ, რომელიც ყველგან ეკვეხება აბსოლუტურად და სულ სხვანაირი თავისებური წესები აქვს და ამ წესების შესახებ შემიძლია ასევე გავაკეთო პატარა გაკვეთილი თუ მოინდომებთ. ოკეი, ესე იგი, I, მე, don't, არ და work. მე არ ვმუშაობ ზოგადად. ეხლა აქაც you don't work. You don't work. რა თქმა უნდა, როცა სწრაფად don't აღარ ისმის. Don't. ოდნავ მაინც არის u, მაგრამ უკვე აღარ ისმის ისე მკვეთრად, როგორც მე ვამბობ ეხლა, ხო? ყველაფერს მე საკმაოდ მკვეთრად გამოვთქვამ ხოლმე. იმიტომ რომ არ მინდა რომ არასწორად დაიმახსოვროთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ყოველი ბგერა. ზოგჯერ არის რომ სიტყვები ისე გვანან ერთმანეთს, რომ შეიძლება აგერიოს ერთმანეთში იმის გამო, რომ გვანან ერთმანეთს და ერთი ბგერა არის განსხვავება. ამიტომ თქვენთვის მკვეთრად გამოვთქვამ ხოლმე პატარა ვიდეო გაკვეთილებში, ყოველთვის მკვეთრად გამოვთქვამ, რომ ზუსტად გაიგოთ. რა თქმა უნდა, როდესაც სწრაფად ამბობ, მე ესე გამოდის, მაგრამ ის მკვეთრი უნდა დაიმახსოვროთ საწყის ეტაპზე. ეხლა, რაც შეეხება you don't work, ხო? Don't, ესე იგი, კიდევ ერთხელ you, ჯერ შენ, don't, არ და მერე იქნება work. შენ არ მუშაობ. ხო ადვილია. ეხლა აქა, აი he-she-its გამოვტოვებ და ეხლა აქ გადაგიყვანთ, რომ განახოთ, რომ ესენი გვანან ერთმანეთს. ანუ პირველი და მეორე არის ერთნაირი და თქვენ, ისინი ასევე არის ერთნაირი. ნახეთ, we, ჩვენ, don't, არ, work. We don't work. We don't work. ჩვენ არ ვმუშაობთ, ბატონო. ხო? გვეზარება მუშაობა. You, თქვენ, ხო? You კიდევ შეგახსენებთ, რომ შენ და თქვენ ორივეს ნიშნავს. შენ, თქვენ, you. განსხვავება არ არის ერთადერთი სიტყვის გარდა, რომელიც არის yourself და yourselves. You, შენ, უпростоრე თქვენ ამ შემთხვევაში, you, თქვენ, don't, არ და work. You don't work. ეს ობა არის. ზუსტად იგივენაირი ქართულად, ხო? თქვენ არ და მუშაობთ. ხო, ზუსტად იგივენაირი. You don't work. ძალიან მარტივი არის. საერთოდ ქართული და ინგლისური
აი ესე არის აცდენილი ერთმანეთთან, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ძალიან გავს მისი კონსტრუქცია, ქართული ენის კონსტრუქცია ძალიან გავს და ამიტომ სადაც შეიძლება რომ დავაკავშიროთ, გამოვიყენოთ ეს პატარა ხრიკი. ხო? დაკავშირება. და they ისინი they ეს ბგერა არის, ხან იკითხება როგორც th, ხან იკითხება როგორც the. ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სიტყვაში, სიტყვიდან გამომდინარე იკითხება ხან th, ხან the, ხო? ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება the. ჩლიფინა z არის ესა. კბილებს შორის ყოფთ ენას, არ ვხუმრობ და ვამბობთ ასო ბგერა z-ს და გამომდის the, they don't work. ისინი არ მუშაობენ. ნახეთ, ჯერ მინდა რომ მთლიანად შეხედოთ ამას. I don't work. ანუ მე, როცა ვსაუბრობ ჩემ თავზე, I don't work. Don't-ს გამოვიყენებ. არ. Don't ნიშნავს არ. You don't work. შენ არ მუშაობ, ხო? We don't work. ჩვენ არ ვმუშაობთ. You don't work. თქვენ არ მუშაობთ და they don't work. ისინი არ მუშაობენ, ხო? ანუ ნახეთ, I, you, we, you, they ყველას აქვთ ერთი და იგივე. Don't. ერთი წამი ამას წავშლი და აბა შეხედეთ ახლა, ნახეთ როგორი იდენტურია ყველა. ნახეთ, don't work. ნახეთ, don't work. იდენტური არის, უბრალოდ ვამატებ მე, შენ, თქვენ და ასე შემდეგ. ეხლა მოდი ვნახოთ his-თან რა ხდება და she's-თან რა ხდება. ესენი არის მხოლოდ განსხვავებული. და აქ გვექნება აი ესეთი რაღაცა. ნახეთ, ეხლა მივამატებ doesn't. He doesn't. ხო, თუ გინდათ აქაც მიგიწერთ. Doesn't. ხო? Doesn't. აქ ზემოთ მეწერა, აქ doesn't. ხო? Doesn't. აქ იქნება რატო არის ეხლა ეს აქ რატო გაჩნდა? აქ ხო იყო don't და რატო გამიჩნდა აქ უცებ doesn't. აი ეს რო წავშალო, ნახეთ. დამრჩება აქ s ხო უნდა მქონდეს, ნახეთ, შეხედეთ აქ ხო უნდა მქონდეს, წეღან ხო ვისწავლეთ, რომ აქ უნდა მქონდეს s, აქაც უნდა მქონდეს s, აქაც უნდა მქონდეს s. ამიტომ გადაწყვიტეს ინგლისელებმა ჩვენი წამება და წვალება ქართველების და ეს s აქედან მოაშორეს და აი აქ გადმოიტანეს ბატონო. აქ რომ უნდა იყოს don't-ი, გადაწყვიტეს რომ აქ მიამატონ s, მაგრამ არ მოეწონათ რომ უბრალოდ s იყო, დაგვიმატეს კიდე e. და იმის მაგივრად რომ ეს იკითხებოდეს do es n-t, იკითხება doesn't. ხო? აი ესეთი ხუმრობები უყვართ ინგლისელებს. ანუ მარტივად რო აგიცნათ works, he works, she works, it works, ხო? აქ რო იყოს s, აი ეს წაშალეს და აი აქ ჩასვეს. და გამომივიდა he doesn't work. ის არ მუშაობს. ისევ იგივეს ნიშნავს. He, იგივე წყობა არის უბრალოდ. He doesn't work. She, ეხა she-ზეც დავწერთ იგივეს. She doesn't work. She doesn't work. It doesn't work. ის არ მუშაობს, ან ეს არ მუშაობს, ხო? ასევე შეიძლება იყოს ეს არ მუშაობს, ან არ გამოდის. ეს მნიშვნელობაც აქვს work. It-თან როცა გამოიყენება თვითონ ეს ზნა, ხო, work-ი, იქნება რაღაცა საქმე არ გამოდის, ან ეს არ გამოდის. გადატანითი მნიშვნელობა არ გამოდის. მაგას ნიშნავს ასევე. ესე იგი, ყველგან გვაქვს აი ეს don't. ყველგან გვაქვს don't. გარდა he, she, it. ხო, ამათთან გვაქვს doesn't. და ლოგიკა აგიხსენით, ხო, აქ რომ დუსში, რომელიც გახდა doesn't. ეს ყველაფერი
რაც დღეს მე ავხსენი, მაქვს ვიდეო გაკვეთილებად და შეგიძლიათ შეიძინოთ ვიდეო გაკვეთილების კურსი. ყველას გისურვებთ წარმატებას და მომავალ შეხვედრამდე. კარგად.